დაგიბრუნდით მიშა და ნინო არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. ხატვარი, პოეტი და დიზაინერი, ხატვარ გრაფიკოსი, დამეხმარე მიშა, იმდენი რეგალია და საბავშვო პოეტი. საბავშვო პოეტი. პოეტი არა, საბავშვო პოეტი. არა, პოეტი ხო. ჩვენი მეგობარი არაჩვეულებრივ ულამაზესი და მინდა გითხრა ძალიან ძლიერი ქალბატონი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო. ხოლმე სტუმრობაზე კითხვა მიპადება, როდესაც ამას ყველაფერს, თუმცა ამაზე მე ვილაპარაკე. ეკატერინე ქარჩავა ჩვენთან და როდესაც ეკაზე ვსაუბრობ, ვამბობ ხოლმე, რომ ვისაც ვისნობ, ის ერთ-ერთი ძლიერი ქალბატონი. ნამდვილად. ეკა დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს. მოგესალმებით, მივესალმები იმედის მაყურებელს, მენელს. მადლობა დაინტერესებისთვის. პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ ძალიან ლამაზი სივრცეა და სტუდია და ძალიან ლამაზად უძღვებით, მშვენივრად გამოიყურებით. ყოველთვის მომიხარია თქვენთან, იმიტომ რომ ჩვენ წლებით მეგობრობთ ერთმანეთთან და გვაქვს ურთიერთობა ესეთი განსაკუთრებული. კი ბატონო და აი როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონზე, რომელიც არაერთ საქმეს ეწევა, მართლა თავის საქმის პროფესიონალია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გვექნება. და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ მხატვრობით და საინტერესო ამბავია და უკვე დავაანონსებ, ეკამ შექმნა თავისუფალი სივრცე ბავშვებისთვის. შეხოდრის ერთ-ერთი მთავარი თემა. სტუდიაზეა საუბარი, თუმცა გარკვეული გზა გაიარე, ეკა ბავშვობიდან მოყოლებული ხატავ და მე ვიცი, რომ ბავშვობაში ოცნებაც ჰქონდა. ასრულდა თუ არა ეს ოცნება? ერთ რამეს დავამატებ, ეკა არის სოხუმელი და ფაქტობრივად ის, რასაც ის ხელოვნებაში აკეთებ, მე ესე მგონია, რომ ეს არის გარკვეული გზის გაკვლევა იმასთან ოდაბადე ხო ერთხელ თქვენ ახსენეთ იმასთან, რაც აი ყველაფერს ასაც თქვენ აკეთებ, ხედავ ამაში მე აი ამ გზას. და ხელოვნება თქვენ გიხსნათ იმისგან რაც დაგაკლდათ, ანუ გულისხმობ აფხაზეთს და სოხუმს. თუმცა ხან კითხვას დავუბრუნდეთ კი. რა თქმა უნდა. რა შეეხება კითხვას, მიშა ძალიან სწორად აღნიშნეს სოხუმი და მოდი მივაბამ სპეციალობასაც მოყვები ჩქარის სვლით ამ ამბავს. ჩემი მხატვრობა, ჩემი ხელოვნება ზუსტად უკავშირდება სოხუმს, იქ დაიბადა, იქ მოვიდა ეს იდეა, როცა შემისრულდა 5 წელი. ჩამბის დასაწყისში ვცხოვრობდით ჩვენ და ჩვენთან ახლოს გვერდით ცხოვრობდა აფხაზი ცოლ-ქმარი, რომელსაც არ ყავდა შვილი. და გაუჩნდა სურვილი, რომ დედას წახმარებოდა, იმიტომ რომ მე პატარა დამყავდა და მოდიო შენო პატარას მიხედე და მე ეკას გაუძღვებიო. დავდიოდით ბაღში, რა თქმა უნდა, მღეროდით, სევკავდით, ხატავდით, ყველაფერსში გვერდით მედგა ერთი სიტყვით და აი როცა ომი დაიწყო საფხულში, შემისრულდა 5 წელი. და ჭიშკარი გააღო, დედამწვეულება მოაწყო და რა თქმა უნდა, სოხუმელი ქალბატონიც მოიპატიჟა და სრულიად შემთხვევით მოვიდა მომილოცა, ესე ჩაიმუხლა და მითხრა შემდეგი სიტყვები, ხელში ეჭირა ესეთი ხისგან გაკეთებული ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნამუშევარია მადონა ყრმით, ჩამიდო ხელის გულზე და მითხრა, რომ ჩვენო კიო მღერითო, თამაშობთო, ცეკვავთო, ყველაფერს ვაკეთებთო და განსაკუთრებით მხატვრობაში რატო დამინახა 5 წლის ბავშვი, სრულიად გაურკვეველია ხა იმ დროს ამ გადმოსახედიდან, ეხლა ნამდვილად ხვდები და როგორი მისტიური ამბავია, ხო, რახან შევეხეთ უშუალოდ აფხაზეთის თემატიკას და ამ სპეციალობას გეტყვით, რომ თურმე ჩემი სპეციალობა და ეს ჩემი ფიქრები ჯერ იქ ჩამითქვამს და შემდგომ უკვე აქ გამიგრძელებია და მითხრა ესეთი შემდეგი სიტყვები, მინდა რომ მხატვრობაში დაგინახო და მხატვრობაში იყო და ნუ რა თქმა უნდა ტერმინი 5 წლის ბავშვმა ნამდვილად ვერ გავიგე მხატვრობა, მაგრამ შევპირდი რომ მხატვრობაში ვიქნებოდი და დავხატავდი. რა თქმა უნდა ეს ნივთი წამოსვლის მერე საოცრად და ძალიან უცნაურად ჩაგვივარდა ხელში და დღეს უკვე ჩემთან არის და ფაქტიურად რელიქვიაა და ეს არის ჩემი ერთ-ერთი რაღაცნაირად ესეთი დალოცვის რაღაცა პატარა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც ძალიან დიდი როლი თილისმა, რა თქმა უნდა, სწორი ნათქვამია. ხო და აი ამის მერე უკვე რა თქმა უნდა თბილისში გადმოსვლის შემდგომ დედამ რომ შეამჩნია რომ მხატვრობასთან განსაკუთრებული დამოუკიდებულება მქონდა, შემეყვანა 10 წლებში
ნიჭიერთა სამხატვრო აწლეთში, შემდეგ უკვე აკადემიაც დავამთავრე ბაკალავრიატი, შემდეგ უკვე მაგისტრატურაც და ვინაიდან სხვა ისეთი დაინტერესება არ მქონია გარდა იმისა, რომ მხატვრობისა სხვადასხვა სპეციალობაზე დავდიოდი წრეზე, ეს იქნებოდა გუნდური სიმღერა, ფოლკლორი, ვიოლინო, ბალეტი, ყველგან რაღაცები ვცადე, თეატრშიც ვიყავი და რაღაცნაირად ეს მხატვრობა თითქოს რაღაცა სხვანაირად მიყიოდა სულში და გულში და დედამ გადაწყვეტა რომ მოდი აქცადე შენი შესაძლებლობები და გამოვტოვოთ 2011 წლიდან საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრი. არაერთი ჯილდოს, ხო, 2014-17 წლები აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ ნომინაციებში პრემიები, წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრები, ჯილდოების, სერტიფიკატების, პრემიების იმდენი ჩამონათვალია და საინტერესოა კიდე საქართველოს ფარგლებს გარეთ ონლაინ კონკურსებშიც არაერთგზის, მრავალგზის გამარჯვებული ლონდონი, ჟენევა, ამსტერდამი, ჰააგა, ბრიუსელი, მოკლედ, ნუ იმხე იაპონია, მექსიკა, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი დარჩა ქვეყანა. თქვენი უშუალო სპეციალობა გრაფიკა და სარეკლამო დიზაინი, ხო? წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი გახლავართ, ეს არის ბაკალავრიატის პერიოდში რომ დავამთავრე და მივიღე კვალიფიკაცია, შემდგომ უკვე მაგისტრატურა სარეკლამო დიზაინი და ამასთან ერთად ვარ კიდევ ტანსაცმლის დიზაინერი. რაღაცა ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, რომ ყოველთვის მინდოდა სიახლეებთან ბრძოლა, ერთ სპეციალობას მიმატებოდა მეორე და მოკლედ და ფაქტია, რომ შედეგი მივიღეთ ძალიან კარგი. აი, ერთ სპეციალობას გინდოდა, რომ მეორე დამატებოდა, ასე ვთქვათ. ხო და ნუ ნახეთ, აი, ყველა ეს სპეციალობა ერთმანეთთან გარკვეულწილად ბმაშია. რაც შეეხება მხატვრობას, ოცნება ქონდა, ვიცი, და ოცნება ასრულდა, თავისუფალი სივრცე ბავშვებისთვის შეიქმნა. ეს ოცნება უკავშირდება ბავშვობის წლებს, როგორ მახსოვს, სკოლაში მოდიოდნენ ხოლმე და ესე განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს აღმოაჩენდნენ ხოლმე, იბეჭდებოდა მათი ნამუშევრები, სტატიები, ლექსები და ყოველთვის აქტიურად ვიყავი და ეს უკვე თბილისში ხო? ეს უკვე თბილისში, კი, გაერო ჟურნალი იყო ესეთი თეთრი წერო, ძალიან აქტიური, მოდიოდნენ, გვაფასებდნენ, გამოფენები გქონდა, საზღვარგარეთ გასვლებიც გქონდა და ერთ-ერთ სტატიაში ესე ხაზგასმით მიწერია, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რომ მე შევქმნი ბავშვთა სტუდია, სადაც ვასწავლი ამას მთელს ამბებს და ავიხდენ ოცნებას და ეს ტექსტი რამოდენიმე წლის მერე აი თითქოს ეხლა მომწიფდა და აი ეხლა არის აქ ამის დრო. ყოველთვის თავის დრო აქვს ხშირად გონია რომ რახან ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან ბოდიში სტუმრად, რომ აი ეს ბავშვური ოცნება არ არის მხოლოდ რაღაც ფანტაზიის წყარო და მხოლოდ რაღაცა იქაური რაღაცა ფიქრებში მიხარია ხოლმე, როდესაც ეგ აუცნობები ხდება, თუმცა ძალიან დიდი შრომა ამისთვის საჭირო. მარტო ის რომ ვიждეთ, ვიოცნებოთ და ვისურვოთ, არ არის ეს რაღაც ფანტაზიის ნაწილში რომ დარჩეს, ხო? დარჩება თუ არ ვიშრომეთ და მართლა ძალიან დიდი გზა გაქვთ გავლილი, ძალიან დიდი შრომა ჩადებული. და რაც შეეხება ეს ადგილს, სადაც ხო, აი ბავშვები ეხა დაეუფლებიან სპეციალობას, პროფესიას, მოდით ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მხატვრობა ეს შემოქმედება, მაგრამ არაერთი ბავშვის, ვიცი, თქვენ სტუდიაში მომავალი პროფესია, ხო? ხადია. ნინო, აი როგორი რაღაცა იყო, იცი, ყოველთვის ვგრძნობდი და მინდოდა ეს ჩემი 20+ გამოცდილება, რაც აქამდე დამიმგროვდა, აი მომავალი თაობისთვის გამეზიარებია. ქონდა რაღაც იდეები, იქნებ სხვა კუთხით, ვგულისხმობ ისევ და ისევ ხელოვნებაში, რა თქმა უნდა, იქნებ კულტურის სფეროში ან სადმე, მაგრამ აი შენი სტუდია, შენზე მორგებული, შენთვის, ოღონდ უკვე სხვისთვის და სხვებისთვის, ეს უკვე რაღაცა მგონია, რომ უკვე კარგია და კარგს ნიშნავს და რახან ეს დავიწყე და დავუშვი და ასე ვთქვათ, გავრისკე და გავბედე, მგონია, რომ მივიყვან ბოლომდე, უკვე გამართულია, მოსწავლეებიც მყავს. სტუდიას ქვია ესე ეკოს სამხატვრო სტუდია. ხო და სანამ შემოვიდოდით ჩვენ სტუდიაში რადიო იმედი, საუბრისას აღნიშნე რომ მიკავშირდებიან 20, 25, 30 წლის ადამიანები და მგონია რომ მშობლები არიან, მშობლები არ არიან. აი როცა გამოვაცხადე რომ 4 წლიდან ესე კონკრეტულად 15 წლის ჩათვლით გელით მსურველებს ბავშვებს, ხო? იყო სატელეფონო შეხმიანება რომ რატო 15+ არა და 20+ არა და მგონია
მგონია რომ მშობელი მესაუბრება და უნდა ჩავიწერო მშობელს მონაცემები და არა აი ჩემთვის და რატომ არა ვთქვათ ინდივიდუალური მომზადება და პირიქით რახან არის დაინტერესება რატომაც არა დაუშვებ ამას ან ყველაფერს მაჩვენებს მიმართულება და სიტუაცია ამის მიხედვით რა როგორ გადაწყდება და ძალიან ბევრი გეგმები მაქვს აქ შეიქმნება ასევე მასტერკლასები გეგმა სამომავლოდ პლენერს ნახოთ ყველაფერი იქნება სასიკეთოდ მთავარია დავიწყე ყველაფერი ნოლიდან და ჩემი ეს ეთერის საშუალებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა მეგობარს ვინც ამ საქმეში დამიდგა მომცა ბიძგი არ ვიცი როდესაც სივრცე შეიქმნა ასე თქვა და გამოჩნდა რომ მე იქ უნდა დამეწყო სტუდიის გახსნა ეს იყო სტუდიის სახელწოდება ძალიან ბევრი ვერსიები ჩამოიყარა ამისთვის აი როგორ რა უნდა დამერქმია და ეკო სამხატვრო სტუდია ყველაფერს გულისხმობს და ძალიან ისეთი მგონია კონკრეტული შესაბამისად აი ესეთი აქცენტი აქვს გაკეთებული და შესაბამისად ლოგოც ისეთია ძალიან მარტივი და მარტივად აღსაქმელი ეკა და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ ოღონდ ეს რა შეეხება დაანონსე თავისუფალი სივრცე ბავშვებისთვის რო თქვი აი წარმომიდგენია რომ ეს აბსოლუტურად კი ახლა სახელწოდება კარგია მაგრამ ნინომა ზუსტად იპოვა ის ანუ ის სახელწოდება გაშიფრა მოდი ესე თქვა ნამდვილად სტუდიაში არ იქნება მარტო სწავლა სწავლისთვის ეს ხაზი მინდა გაუსვა სწავლა სიყვარულისთვის, სწავლა ურთიერთობებისთვის, სწავლა სიკეთის ფერების შექმნისთვის და რაღაც აი მინდა რომ ლაღად იგრძნონ თავი, მეტი ექსპერიმენტები აკეთონ. ეს უკვე მუშაობის პროცესში ხდება, შენ მას როგორ აუხსნი და ზოგადად ხელოვანი როცა ხარ უკვე გადაეშვები, ასე ვთქვათ, პედაგოგიურ მოღვაწეობაში და ამ საქმეში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი სიამოვნება, სიამაყე, რომ შენ მშობლები განდობს თავიანთ შვილებს, ხო და ყველაზე ძვირფას სტუდიის ასე ვთქვათ ცოტა ხმამაღალი განაცხადი არ იქნება, არის განსხვავებული იმით, რომ მშობელმა უბრალოდ უნდა მოიყვანოს ბავშვი და ჩამოვაროს. სტუდია არის გამართული აბსოლუტურად ყველანაირი კომფორტით. მშობელს არ ჭირდება სადმე ასე ვთქვათ ზედმეტი დატვირთვა, ყველანაირი აღჭურვილობა, საბაზისო მასალებიდან დაწყებული, ყველაფრით ხვდებით დიდი სიამოვნებით და სიყვარულით. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ მომავალ კარგ მხატვარს ახსნით. და მშობელის რო დაესწროს ხოლმე ამასობაში. იმისთვისაც კარგი იქნება. ამასობაში ეკა არაჩვეულებრივი პოეტი. ამასაც უნდა ვისაუბროთ. საბავშვო პოეტი თან და კრებულიც თან გაქვს. კრებულიც მაქვს. პოეზია ეკა ქარჩავას ცხოვრებაში. ხო, ეს კიდე რაღაც პატარ-პატარა გამონათებები არის მხატვრობასთან დაკავშირებით, ესეც კიდე ბავშვობას უკავშირდება და ეს ბავშვობის ჯაჭვი მოდის და თავს იყრეს უკვე დღესდღეობით ამ მდგომარეობით. ყოველთვის ვწერდი ჩემთვის ესე სკოლის პერიოდში და ჩემთვის იმ დროს აუდიტორია იყო მხოლოდ მშობლები და ოჯახური სივრცე. სტუდენტობის პერიოდშიც რაღაც პატარ-პატარა მცდელობებიც მქონდა, მაგრამ 2022 წელს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უნდა შემეკრა და უფრო სწორად 2015 წელს მომინდა, რომ საბავშვო მიმართულებით მემუშავა. ერთი-ორი რო დავწერე და ჩემ პატარა შულებს შევთავაზე და დაიზეპირეს მარტივად, ჩავთვალე, რომ რაღაცნაირ სტიმული მომეცა და კარგად მოუვიდა ტყურში და ესე იგი რაღაცები შემძლია და შრომისთვის ამან სტიმული მომცა და მე არ გავჩერდი და ამიტომ 2022 წელს გამოვიდა პირველი ჩემი კრებული, რომელსაც ქვია რა თუ არა პატარების ილუსტრაციები. კი, რა თქმა უნდა, პატარების დიდი სამყარო, პატარების დიდი გულით სიყვარულისთვის. ასე ვთქვათ. ილუსტრაციები ჩემია, შესულია 50 ლექსი, თავისი ილუსტრაციებით ჩანართების სახით, ასე ვთქვათ. თუმცა მანამდე თქვენ სხვა საბავშვო წიგნების ილუსტრაციებიც ჰქონდათ, სანამ წიგნს გამოუშვებდი, ჟურნალ დილაში მუშაობდი და სხვა პოეტების და ასე ვთქვათ, მწერლების ნაწარმოებებზე ვქმნიდი ილუსტრაციებს. კი ბატონო. ეს პატარ-პატარა გამოცდილებებიც მაქვს, ასე ვთქვათ, და ჩემი პირველი საბავშვო წიგნი არის დღეს ესე წარმოდგენილი. გადავეშვი. ძალიან ესიამოვნათ სტუდიაში ბავშვებს რო შევთავაზეთ. ეს ლოცვა უნდა წავიკითხო. ეძღვნება ჩემს შვილებს ნიკოლოს და ანდრიას. იმ დროს ორი. და ეხლა უკვე ეკა სამი ვაჟის დედა. ხო, ესეც ალკე თემაა სასაუბრო. ჩემო მერცხლებო, ჩემო ბიჭებო.
თქვენ გამეზარდეთ ჩემო შვილებო, ჩემი ცხოვრების მომავლის მიზნებო და ჩემი გულის გამხარებლებო. თქვენით ვივსები და თქვენით ვხარობ, სულში მეღურება, სითბო და რწმენა. სიკეთით გელოთ, სულ ამას ვნატრობ თქვენზე მლოცველი მშობელი დედა. ეს არის ყველა დედის სურვილი და სიტყვა. და განსაკუთრებით ეს ლექსი უყვართ კიდეც. ავიკითხავ თქვენის ნებართვით. და მახსოვს რაღაც პატარა დადგმასავით გააკეთეს ბაღში და მიმიწვიეს წიგნის რაღაც დღესასწაული იყო ასე თქვა წიგნის კითხვის დღესასწაული და პატარები მონაწილეობა რაღაც ისეთი პატარა ისინი დადგეს ესეთი სასიამოვნო იყო სიურპრიზად დამახვედრეს ერთ-ერთი იყო ესეთი ლექსი რომელსაც ქვია თურმე სიზმრად სიზმრად ვნახე ჩემს ქალაქში სასწაული ხდებოდა ვირი დათვი მაიმუნი ყველა ჭორებს ყვებოდა განუზრახავთ ზოოპარკში დიდი ფართის მოწყობა ხვალ დილიდან დაუგეგმავთ დედასპილოს დღეობა შეკრებილა ზოოპარკის ყველა ბინადარი ზოგს ბუშტები მოჰქონდა და ზოგსაც გრძელი სკამი ყვავილები დაფაფთები შეუკერავს ნიანქს ეზოს გასალამაზებლად ვებს სირბლით მიაქვს დატრიალდა მოამზადა მგელმა დიდი ქვაბი წინ დაიდო ერბო კვერცხი რძე და შოკოლადი წინ საფარი სად არისო დაუძახა მელას ნუ განიცდი გენაცვალე შენს გვერდით ვართ ყველა სამზადისი რომ დასრულდა მათ ჩააქრეს შუქი ხელში დიდი ტორტით შემოვიდა დათვი ბურჯი ულოცავენ დედასპილოს უხარია ყველას ბღერიან და იძახიან ოდელია დილას ხოდა ის ზღაპარია დედასპილო და მილდელი წარმოიდგინა რომ ხარშავს ისე რა ქვია ზღაპარს გადავიღებ ჩვენი კარგი არა ეს რო წარადგინეს ძალიან ნამაზი იქნებოდა სასიამოვნოდ გახარებული ვიყავი კი ბატონო თეკა მხატვარ გრაფიკოსი ამაზეც უნდა ვისაუბროთ ხო აქ გრაფიკულ ნამუშევრებზე ამ მიმართულებაზე ყველაფერს ისე როგორ ათავსებს აი საკუთარი საქმის სიყვარული ალბათ ყველაფერს გაკეთებიებს ესე იგი დავამთავრე წიგნის ილუსტრაცია და დიზაინი მასალაში არასდროს არ ვარ შეზღუდული მთავარია მქონდეს სწორი ინსპირაცია და გრძნობა რასაც ვქმნი ამჟამად სახელოსნო როგორც ესეთი გამოყოფილი არ მაქვს და რთულია ხო სახლში ახლა მოგეხსენებათ სამ ბავშვთან ერთად ხატვაც საქმეც ესეც ყველაფერი თუმცა ეს ყველაფერი რაოდენ გასაკურიც არ უნდა იყოს ხდება ღამის პირველ საათზე 2 საათზე 3 საათზე და ყველაზე სასაცილოდ მახსენდება როცა ხდება ხოლმე რომ ჟურნალისტებს უნდათ სტატიის გაკეთება და მირეკავენ ოღონდ მართლა ღამის 2 საათზე და რო იწერება ინტერვიუ აი დააძინეთ ბავშვები და კი ეხლა არ მეკურს იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ესეთია ჩვენთვის ან დრო არ არსებობს რა თქმა უნდა და როცა მოიცლი მაშინ შემიძლია და ამით რისი თქმა მინდა რომ ეს ყველაფერი კეთდება ღამე და ნაკლებად დღის შუქზე და ხა მხატვრისთვის განათება და შუქი როგორი აუცილებელია ხვდებით თუმცა სირთულეებთან ჭიდილი გვიწევს. ეკა მე რო არ შევეხო შუშანიკის წამებას ეს ხელით ანუ მარტო ილუსტრირებული ილუსტრაციას თავი დაჰონებოთ ეს ხელით ნაკეთი წიგნია და ნამდვილად აი სასწაულია მართლა და თვითონ ეს ყველაფერი თქვენია ხო თქვენ შუშანიკის წამება არის ჩემი პირველი დიპლომი სამხატვრო აკადემიაში როდესაც ბაკალავრს ვხურავდი მინდოდა რაღაც ისეთი რთულს და საინტერესოს შევჭიდებოდი უფრო რელიგიური თემატიკის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია იაკობ ხუცესი შუშანიკის წამება რა თქმა უნდა აქ არის ხეზე შესრულებული ხელით შესრულებული და მეტი სამხატვრო აკადემიაში ხელით ამოვიყვანე ფურცლებიც კი შემიძლია არის შექმნილი და ტექსტიც დატანილია მოკლედ ხელით ასევე ილუსტრაციებიც არის ლინოლიუმზე ამოტვიფრული და შემდეგ გადატანილი და ასე ვთქვათ ყველაფერი ერთად შეფუთული ხეზე არის ბოლნული ჯვარი დაფიქსირებული თავისი მომჭერებით თავისი და არაერთი კომპლიმენტი არაერთი სტატია ძალიან კი უნდათ პატრიარქისთვის გადაეცათ მეტიც პოლონეთის ელჩმა შემომთავაზა პოლონეთის წიგნის მუზეუმში განმეთავსებია მაგრამ რაღაცების გამო მოკლედ დამრჩა სახლში თუმცა არ ვნანობ დღეს წიგნმა არაერთი პოპულარობის დრო მომიტანა და წლის საუკეთესო გრაფიკულ ნამუშევრადაც კი აღიარეს და გადმომცეს დიპლომი და იქ არის აღნიშნული მე ბედნიერება მქონდა მეინახა ეს ნამდვილად ესეთი კი ბატონო წარმატების მომტანი აღმოჩნდა მოკლედ და
და იცით რა თქვენ ოჯახს შეეხეთ და მართლა მე ხვდები უკვე რომ ხელს არ გიშლით ხომ ბავშვების გაზრდაში თქვენი ხელოვნებით დაკავება, ანუ ერთმანეთს ეხლა ამჟამად ბავშვები იმას აქში არიან, რომ ცოტა მოიზარდნენ და მეც რაღაცნაირად წელში ასე ვთქვათ გავიმართე და ამიტომ იყო რომ სტუდიას მივეცი უკვე ასე ვთქვათ სხვა ელფერი და სხვა გამონათებებით დავიწყე ცხოვრება და რა ვიცი რახან დავიწყე ვიცი რომ ზუსტად ბოლომდე მივიყვან გვერდით მიდგას არაჩვეულებრივი მეგობრები და ეგია რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც და რა შეეხება პერსონალურ გამოფენას გეგმავთ ამ ეტაპისთვის ცოტა შორი გეგმები არ ვცხოვრობ ზოგადად ესე გეგმებით და უფრო სპონტანურ აპირებთ აუცილებლად დავაპირებთ ეს იქნება მიზეზიც გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ უბრალოდ არ შეიძლება როცა რაღაც დონეზე ხარ უკვე საზოგადოებაში ასე თუ ისე გიცნობს ხალხი და გიწვევენ ხარ მათთვის სასურველი უბრალოდ უხერხულია რომ გაჩერდე და დაჯდე და აბა როგორ მაშინ რისთვის მოხვედი აქამდე რატო წვალობდი დიახ და ვერც გაჩერდები ვერც გაჩერდები იმიტომ რომ მასმედიაში ბოდიში რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ნამუშევარმა შერიგება დიახ ეს რა ქვია ესეთი ის იყო ანუ აქ შვიმტარი დედები ემბუსმიგმა და ესა რა ქვია ხო და უდიდესი გამოხმაურება მოყვა მაშინ მახსოვს ეს აფხაზეთის თემატიკაზე იყო კონკურსი გამოცხადებული ონლაინ მაშინ კორონა მძვინვარებდა და ჩაკეტილები ვიყავი და როგორც შეგვეძლო ხელოვანებს ისე ვიქცეოდით ხო ეს ხადია გავაგზავნე ნამუშევარი და მინდოდა ისეთი ნამუშევარი და აქცენტები გამეკეთებია რამე მძიმეზე კი არა ისედაც ვიცით რომ ზოგადად ეს თემა არის მძიმე და დავიღალეთ რა ზოგადად ამდენი დარდისგან ამდენი ცრემლებისგან და რაღაცა სხვანაირი პოზიტივის კუთხით შემექმნა ნამუშევარი რომელსაც დავარქვი შერიგება ეს არის ჩვენი ოცნება ყველას ოცნება არა მარტო დევნილი საზოგადოებისთვის არამედ ყველასთვის და ზოგადად აფხაზეთი ხომ ყველასია და ხომ ჩვენია და ერთი სურვილის და ერთი ოცნების ირგვლივ ტრიალებთ, ხო? ძალიან არნახული ყურადღება გამოიწვია, გავიმარჯვე ათეულში საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და დღესდღეობით ინახება აფხაზეთის კულტურის სამინისტროში, თუ არა სად დიდი სიხარულით გადავეცი მათ და პატრონობენ. მე რო გამომჩა მოდის დიზაინი, ამაზეც ვისაუბრე. მოდის დიზაინი და კიდევ ერთი ძალიან ისეთი ჯილდო ალბათ ყველა დედისთვის მნიშვნელოვანი. ქართლის დედის წოდება შვილების ღირსეული აღზრდისთვის. აი ეს არის საინტერესო. რაღაც საინტერესო და რაღაც კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობით დატვირთული მგონია, რომ გარდა იმისა, რომ შენ ხელოვანი ხარ და თქვათ, გაქვს რაღაც გარკვეული წარმატებები, ეს კიდე ზემოდან სხვანაირი გვირგვინია. აკადემია გულანმა თქვენ ამ გულანის ოფიციალური წევრი ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მწერალთა კავშირის წევრი. ну ხო გეუბნები ფურცელია და ის დიზაინიო მიშამიკი ხო მოდის დიზაინს ყველაზე პირველადი პროფესია ეს არის ტანსაცმლის მოდელირება და დიზაინი რომელიც დავამთავრე და მახსოვს პირველი ესეთი მასშტაბური პერსონალურ გამოფენაზე გულისხმობდი კითხვაც იყო ჩვენება 28 კოსტუმი საბავშვო ხალხა რაღაც საბავშვო კოსტუმები მართლა კი რაღაც ისეა მომყვება ეს ისა რა აი ბავშვებთან ურთიერთობა ბავშვებთან და ალბათ აი სტუდიაც უკვე რაღაცნაირად საბავშვოში კი ნამდვილად ესე იგი საბავშვო პოეტი საბავშვო მოდის დიზაინი საბავშვო სტუდია ყველი არა მარტო ბავშვებს არამედ ყველა დაინტერესებულ მსურველს ვისაც უყვარს ხელოვნება განტვირთვა არტ-თერაპია და საერთოდ არის ყველაფერი კარგი და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჯერჯერობით ასე ვარ დაკავებული ამ გეგმებში და მანახებს მიმართულებას ცხოვრება და ცხოვრების. ანუ რომელიმე წიგნი ხო არ ელოდება თქვენს ილუსტრაციას? გელოდება და მუშაობის პროცესშია და გულისხმობ უკვე ნომერ მეორე წიგნს ისევ საბავშვოს სხვა სახით და სხვა სიახლეებით. ეკა ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში სიახლეებით ვეცდებით ეკა ქარჩევა არასდროს. ეკა დიდი მადლობა და ძალიან ყველაფერს ლამას ქმნის და კარგს. თქვენ თავარ ოცნების ასრულებას გისურვებთ.
დიდი მადლობა რაც არის მიშა, ეს, ხო, მადლობა სოხუმში ჩემო ნინო დაბრუნებ. დაინტერესებისთვის, მოწვევებისთვის, ჩემი სტუდიის, ასე ვთქვათ, შექებისთვის და წარმატებისთვის. თქვენ წარმატებებს გისურვებთ და ყოველთვის მომიხარია თქვენთან ერთად, სადაც ხელოვნებას ასე კონკრეტულად და ძალიან ლამაზად უსვამთ. ესე იგი ჩვენი ეს სტუმარი ძალიან გახდათ. მნიშვნელოვანია. ხატვის გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხატვარი, მოდის პოეტი. დიზაინერი, საბავშვო პოეტი. კი ბატონო. ეკა ეკა ქარჩავა. ქარჩავა. მადლობა ეკა. დროებით გეშტობებით მალე დაგიბრუნდებით.